ხიმშაშვილის 43 ნომერში მეცხრე სართულის საევნის ჩამონგრევისას ორი ქალბატონი დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა. კორპუსი დაახლოებით 30 წლის წინ არის აშენებული. თვითმხილველების ინფორმაციით ავარიული სიტუაცია შენობის სიძველემ გამოიწვია. მეზობლების თქმით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალბატონი სახლის მეპატრონე იყო, ხოლო მეორე ოჯახის ნათესავი. ჩამონგრევისას ოჯახში სტუმრად მყოფი მამაკაცი მერვე სართულის აივანზე დაეცა, რამაც სიკვდილისგან იხსნა. ბათუმის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, აივანზე 30 სანტიმეტრიანი მიშენება 15-20 წლის წინ მიამატეს. ქალაქის მერია მოქალაქეებს ფართის თვითნებურად მიშენებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. მოსახლეობას კი მოუწოდებს მშენებლობის ნორმების დარღვევის შემთხვევაში მერიაში ატყობინონ. გავიგეთ, რომ ესეთი უბედრობა მოხდა, რომ მოვედით, მოხდარ იყო ეს. ესენი ყველა მოსული იყო ეს სასწრაფოები და ეს მე რომ მოვედი. მანამდე როგორ მოხდა, რანაირად არ ვიცი. ვიცით, რომ ძველია აივანი. მოსკდა და გადმოვარდა, ეს ვიცით ხოლმე. პური ბავშვები ყავს, ობლებია, უკმაროდ გაზარდა ახალგაზრდა ქალია სულ. დილის 10:45-ზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმის ხიმშაშვილის 53 ნომერში 9 სართულიანი სახლის მე-9 სართულიდან მოწყდა ბალკონის კონსტრუქცია და გადმოყვა 3 ადამიანი. საბედნიეროდ ერთი ადამიანი შემორჩა მერვე სართულზე და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ორი ქალბატონი გარდაცვლილია. არსებული აივანი არის ხანგრძლივი დროის ნაშენი, დაახლოებით 20-დან 30 წლის წინ. არის მიშენება 30 სანტიმეტრის ოდენობით და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნებისმიერ მოქალაქეს ყველა ბათუმას მოუწოდო, რომ იმ შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდება, რომ უნებართვოდ აწარმოებდეს მოქალაქე მიშენებას, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგმართოს, თუნდაც სატელეფონო ზარით, ანონიმურად დაცული იქნება და არ არის აუცილებელი განცხადებით მოგმართოს.